ძალიან დიდი აჟიოტაჟია მარჩენებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე და პლუს იმაზე ამერიკელები უკმაყოფილები არიან ბოიკოტით. ეს არის კოც პროპაგანდა, მარტივად გეტყვით, რომელსაც ემხრობიან გახარიასტები და ლელოისტები. იმიტომ რომ ესენი არიან ივანაშვილის ჯიბის ესენი აგენტები, რა ვიცი, რას დავარქვა, რა ვიცი. ოპოზიციაში შეყვანილი გუგულის ბარტყები, რომელიც ყველაფერზე თანახმარი არიან, როგორც იტივონ იმასავით, განავლის ნარჩენებივით. ძალიან მარტივია, მეგობრებო, აი უმარტივესად დავხსნი. როდესაც შენ აპრიორი ხარ თანახმა რომ მიიღო ყველანაირ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის პოლიტიკური პროსტიტუცია. როდესაც შენ აცხადებ, რომ მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ასეა საჭირო, ეს არის ერთადერთი გზა და ეს დემაგოგია არის. როცა შენ წაგართვეს მილიონი ემიგრანტის ხმა, ჩვენ წაგვართვეს ერთად ემიგრანტებსაც, რომლებიც წელიწადში 4 მილიარდ დოლარს რიცხავენ, ანუ საქართველოს მთელი წლიური ბიუჯეტის 40%-ს, 25 მილიონი 26 საქართველოს ბიუჯეტი, მეტი კი არა. და ემიგრანტები რიცხავენ 10 მილიარდს ლარს. აი ამ ხალხს წაართვეს ხმის უფლება, ხო ვიცით ეს? და სანამ შენ ამას არ წააყენებ პირობად, რომ ემიგრანტების ხმები უნდა დაბრუნდეს, თუ გინდა ნორმალური არჩევნები, ძმაო, და თუ გინდა ლეგიტიმურობა ქონდეს არჩევნებს. მეორე, ის დრაკონული კანონები უნდა შეიცვალოს, სადაც მაგალითად კომისიის წევრს საჩივრის დაწერის უფლებაც აღარ აქვს წაართვეს. აი ეს ყველაფერი თუ არ შეიცვალა და აპრიორი შენ აცხადებ, რომ მე ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ამას ქვია პოლიტიკური პროსტიტუცია, რასაც ეწევა ლელო, გახარია და ამ შემდეგ ეს თვითონ ოპოზიცია. შენ პირობებით უნდა დაიწყო ქოცნებასთან ლაპარაკი. პირობები ასეთია: დააბრუნეთ ემიგრანტების ხმა, დააბრუნეთ ნორმალური კანონმდებლობა, შეცვალეთ დრაკონული საარჩევნო კანონმდებლობა. აი ეს არის და შენ როცა აცხადებ პირდაპირ მე ყველა შემთხვევაში ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში, ამით გამოდიხარ კახპაკიკუ, მეტი არაფერი, ხო? რომელიც ყველაფერზე თანახმაა, მოგცემენ თუმანს და ჩაიხდი. აი ამას აკეთებს ლელო, გახარია, აღარ ვამბობ ახლა იეღოველ გრიჩებზე და ასე შემდეგ. ნორმალური ოპოზიცია აკეთებს იმას, რომ ჯერ პირობებს უყენებს. მე მინდა დავიბრუნო ნორმალური არჩევნებისთვის ემიგრანტების მილიონი ემიგრანტის ხმა, რომ მათაც ქონდეს უფლება არჩევნებში მონაწილეობა და პლუს შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა. დრაკონული კანონმდებლობა მიუახლოვდეს კეთილშობილ ნორმალურ არჩევნებს. აი ეს არის მარტივად ყველაფერი. ვინც ამას არ ეთანხმება, ის არის მტერი და ბორიას აგენტი. მორჩა.